ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ აღდგომის დიდებულ დღესასწაულს. დღესასწაულს, რომელმაც მოგვანიჭა ჩვენ სულის უკტავება და ცათა სასუფეველში დამკვიდრების იმედი. სულის უკტავება ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის ღმერთთან ერთად. მოკვტავი ხორცით, მაგრამ უკტავი სულით. მაგრამ ღმერთის გარეშე სულიც მკვდარია და უკტავებას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ღმერთთან ერთად ყოფნა. და აღდგომის დღესასწაული ზუსტადაც არის ზეიმი ამგვარი უკტავებისა. ღმერთთან ერთად სულის სიხარული, მომავალი ჩვენი ყოფობის სახე და ღმერთთან ცათა სასუფეველში დამკვიდრების იმედი. ამ იმედით საუკუნეები იცხოვრა ჩვენმა წინაპარმა. მოგეხსენებათ, რომ დღეს არის ასევე დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და 6000 გარეჯელ მოწამე ბერთა ხსენება. ჩვენ გევზეიმობთ ოქონობის დღესასწაულს და ყველა ეს მოვლენა არის დაკავშირებული ჩვენი წინაპრების ცხოვრებასთან, მათ რწმენასთან, ღვთის სიყვარულთან და ღვთისათვის თავდადებასთან. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მოგეხსენებათ, რომ სასწაულებრივად მიბრძანდა ივერთა, ანუ ქართველთა მონასტერში ათონის მთაზე და გახდა ამ მონასტრის და მთლიანად ათონის მთის მფარველი. დღესაც ეს ხატი არის ერთ-ერთი მთავარი მფარველი ათონის მთისა და მასთან არის დაკავშირებული გარდამოცემა, რომ როდესაც დატოვებს ეს ხატი წმინდა მთას, მაშინ ახლოს იქნება ჟამი ანტიქრისტესი და ჟამი მეორედ მოსვლისა. მაგრამ მეორედ მოსვლას ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, არამედ დავინახოთ მაგალითი 6000 მოწამე ბერთა, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე იქნენ მოწყვეტილნი შახაბასის ჯარების მიერ. განა ეს არ იყო იმ დროს დიდი ჭირი და განსაცდელი და მწუხარება მსგავსი მეორედ მოსვლისა. იმიტომ რომ როგორც ამას გარეჯელი მამების ცხოვრება გვეუბნება,
ზოგი მათგანი წმინდა ლიტურგიის დროს იყო მოკლული. ისე რომ მხოლოდ მოასწრო წმინდა ძღვენის მიღება, რომ შეურაცხყოფილი არ ყოფილიყო ძღვენი და იქვე საღვთო ტრაპეზთან იქნენ ისინი მოკლულნი. მაგრამ ეს ჟამი წუხარებისა და განსაცდელისა იქცა დიდებად ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის რამე თუ 6000 მოწამე გარეჯელი ბერი არის ჩვენი ზეციური მფარველი. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელთან ერთად და ჩვენ სხვა წმინდანებთან და დღესასწაული ოქონობისა, რომელსაც ჩვენი წინაპარი აღასრულებდა სიხარულითა და იმედით, ეს დღესასწაულიც არის ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენთვის მომნიჭებელი საღვთო მადლისა და მფარველობისა მაცხოვრისა და ჩვენი ზეციური მფარველების. მიუხედავად ბევრი მწუხარების და განსაცდელის ჩვენმა წინაპარმა შეინარჩუნა სიწმინდენი, რომელიც მოენიჭა ჩვენს ერს შემწედ განსამხნევებლად დასახმარებლად ჭირში, მწუხარებაში, ავადმყოფობაში, განსაცდელში. ეს წმინდა ხატები და ნაწილები წმინდანთა, რომელიც არის ჩაბრძანებული ოქონის ხატში, საუკუნეების მანძილზე ანუგეშებდა და ამხნევებდა გორისა და მთლიანად ქართლის მორწმუნე ერს. და როდესაც დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამ სიწმინდეებს კვლავ მივეახლოთ, აღვადგინოთ მათი თაყვანისცემა და პატივისცემა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ღვთის მოწყალება, ძვირფასო ძმანო და დანო. ეს არის ჟამი უფლის მოწყალებისა, ჟამი შენებისა. და როგორც ბრძანებს ეკლესიასთან არის ჟამი გლოვისა და ჟამი სიხარულისა. ჩვენ ზოგჯერ უკმაყოფილებას გამოვთქვავთ რაღაც ჩვენი დროის სირთულეებთან დაკავშირებით. მაგრამ შევხედოთ ჩვენ ისტორიას და ვნახავთ, რომ რთული ჟამი ყოველთვის ჰქონდა საქართველოს და ჩვენს წინაპარს. და მედგრად იდგა ის სულიერი ხნეობით.
და ამ სულიერ მხნეობას მას ანიჭებდა სარწმუნოება იმედი ღვთისა და სიწმინდეები ჩვენი ერისა. გვიპყრობდნენ, ვიბრძოდით და თავისუფლებოდით. ანგრევდნენ და კვლავ ვაშენებდით. ვანადგურებდნენ, მაგრამ კვლავ შვილებს ვაჩენდით და ვზრდიდით. და ამ მიწაწყალს პატრონობდით და ამგვარად მოვედით დღევანდელ დღემდე ღვთის წყალობითა და მადლით. და უნდა ხვდებოდეთ ჩვენ, რომ ეს ყოველივე შევძელით ღვთის შეწევნით და არა საკუთარი ძალებით. და ეს სასწაულები ღმერთმა მრავლად აჩვენა ჩვენს ერს და ვინც მორწმუნე იყო, მან დაინახა კიდევაც. ხოლო ურწმუნოს ვერაფერს ვერ დაანახებ. იმიტომ რომ მისი გული და მისი თვალი და ყური დახშულია და მათზეა ნათქვამი ხედავდნენ და ვერ იხილონ, ესმოდეთ და ვერ შეისმენდნენო. და ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მადლობა შევწიროთ მოწყალე ღმერთს ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის მფარველობისათვის. იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ჟამი გვაქვს შენებისა, მიუხედავად ყველა სირთულის, დღეს შენება ხდება ერში. და ეს შენება უპირველესად ეს არის აღშენება სულისა და სულის აღშენება კი არის რწმენა. და ეს რწმენა მტკიცდება ღვთის წყალობითა და მადლით. ჩვენს ახალგაზრდებში, ჩვენს მომავალ თაობაში და ღვთის გმობისა და ათეიზმის მაგივრად მათ აქვს მაგალითები რწმენისა, სიყვარულისა, ღვთისა და ჩვენი ერისა და ყველაზე დიდი მაგალითი კი ამისა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მოგცა. და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროს, მთელს საქრისტიანოს. ერთგული მსახურებისა ღვთისა, ერისა და მოყვასისა. და ჩვენ ვმადლობთ ამისათვის ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ნეტარხსენებულ უწმინდეს ილიას. და ეს ტაძარით ძვირფასო ძმანო და დანო
არის სახე და მაგალითი ჩვენი გაცოცხლების, ჩვენი ბონდომების, რომ აღვადგინოთ საკუთარ თავში წინაპართა მეხსიერება. და შევწიროთ საღვთო შესაწირავი უფალს ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებსა და მოკეთეებს და დაუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას სიწმინდე, რომელიც იქნება ადგილი ლოცვის, ადგილი ღვთის დიდების, წინაპართა მოხსენიების და უფლის მადლიერების. ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ ყველანი ერთად წარვდგებით უფლის წინაშე. წარვდგებით ჩვენი საქმითა და გულის მდგომარეობით და შეგვეძლება ღვთის მადლითა და წყალობით, რომ უფალს უთხრათ, მოწყალეო ღმერთო, ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით. და შეგვეძლება თქვათ, რომ ღმერთი არის ჩვენთან. მერთმა დაგლოცო ძვირფასო ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ აღდგომის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 6000 გარეჯელ მოწამე ბერთა და ოქონობის დღესასწაულს, განსაკუთრებულად ჩვენი ქალაქის მკვიდრთ გილოცავთ ოქონობას. ულოცავ ყველა ადამიანს, ვინც ამ ტაძრისათვის გასწია სრულვა, შრომა, შესაწირავი. მინდა დავლოცო ბატონი დავითი, ქალბატონი ნანა ქობლიაძიძეები და მათი ოჯახი. მერთმა ნათელში დააწესოს მიქაელის სული. მინდა დავლოცო ქალბატონები, მორწმუნე ქალთა გორის საზოგადოება, რომელთაც ამ ტაძრისათვის გაამზადეს ძალიან ლამაზი გარდამოხსნა, მოაქარგინეს და თავისი ლუსკუმითვე მოართვეს ამ ტაძარს. უკვე რამოდენიმე ხატი დაიწერა და იქნა შემოწირული ამ ტაძრისათვის. მერთმა დალოცოს ყველა შემომწირველი და ეს გვახარებს ჩვენ, გვახარებს იმიტომ, რომ როგორც აღნიშნეთ, ეს არის ჩვენი
ისტორიული მეხსიერების აღდგენა ძვირფასო ძმანო და დანო და არა აქვს მნიშვნელობა მცირედი იქნება თუ დიდი შემოწირულობა ყოველ ამგვარ ნაბიჯს უკავშირდება ჩვენი სარწმუნოებისა და წინაპრებთან კავშირის აღდგენას. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და მრავალ ოქონობის დღესასწაულს დაგასწროთ ყველანი. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.